წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. ბრძოლებისათვის, რითაც ქვეყნიდან განდგომილს ემტერება ეშმაკი. ეშმაკს ჩვეულებად აქვს ჩვენთან ბრძოლა, რათა რომლებიც მონაზნობის ღვაწლს დაადგნენ, სხვადასხვაგვარად მიმართავდეს მათთან ბრძოლას, მათი დაცულობისა და თითოეულის გონების და მიხედვით ცulis იგი წესს ბრძოლისა. ვისაც იგი ნახავს გონებით დამშვიდებულსა და სუსტი გულისთქმებით, იმათ თავიდანვე ეტაკება, ვიდრე არ დააწევს მათ დიდ განსაცდელებს, რათა განაცდებინოს სისასტიკე ბრძოლისა, რომ დასაწყისშივე შეიპყრას ისინი შიშმა და მოეჩვენოს მათ გზა მეტად მკაცრად და უვალად და თქვან, თუ ამ გზის დასაწყისი ასეთი სასტიკია და შესასრულებლად ძნელი, ვინ შეძლებს დაითმინოს უამრავი სიძნელენი სხვა ღვაწლისა. ვინც ამათ შორის ექცევა, ამის შემდეგ აღარა აქვს ძალა წინააღმდეგობისა და მოღვაწეობის სიკეთისაკენ წარმართვისა და ზრუნვა ამ საქმის მიმართ. ეშმაკი მცირეოდენ გაამძაფრებს ბრძოლას მათზე, რათა ამით დააფრთხოს ისინი. უფრო მეტად კი ღმერთი უშვებს ბრძოლას და არანაირად არ შეეწევა მათ იმისთვის, რომ სიზარმაცითა და გაგრილებული გულით არ შეუდგნენ ისინი უფლის მსახურებას. რადგან წერია, წყეული იყოს ყველა, ვინც კი ღვთის საქმეს აკეთებს დაზარებით და სისხლისაგან სურს ხელის მორიდება. ღმერთი ბრძანებს, რომ უშიშრადა და მხნეჩევებად საბრძოლველად ეშმაკს. კიდევ ამბობს, იწყე მასთან ბრძოლა და მხნედ გაუწიე მას წინააღმდეგობა და მე გავუჩენ შენს მიმართ შიშს ყველა შენს მტერს, ვინც კი ცის ქვეშაა. რადგან თუ ნებით არ მოკვდები ქვეყნიური სიკვდილით ღვთის სიყვარულისთვის, მოკვდები უნებურად ღვთისაგან უხილავი სიკვდილით. ხოლო ეხლა რაც გევალება, ნუ გიძნელდება მისთვის მცირე ხანს საკუთარი ნებით ჭირთა და ვნებათა დათმენა, რათა ღირსი შეიქმნე დიდებისა. რადგან თუ ღვთისათვის მოთმინებაში მოკვდები ხორციელად, იგი გვირგვინოსანს გაგხდის და მოგაგებს შენ მოწამეთა პატივს. ამისთვის ვთქვი, ვინც მოღვაწეობის დასაწყისში იქნება უქმად და მოშვებულად და არ აიძულებს თავს, რათა მოაკვდინოს თავები ბოროტივნებებისა, ისინი ყოველგვარ ბრძოლაში იქნებიან მოშვებულნი და გამოუსადეგარნი და ღმერთი უმეტესად დაუშვებს მათზე ჭირსა და ბრძოლას, რადგან არ მისდევენ მას მთელი გულით და არ ეძიებენ ღმერთს სიმართლით, არამედ ეჭვითა და ყვედრებით სურს ღვთის საქმის აღსრულება. ამიტომაც ეშმაკმა თავიდანვე იცნო ისინი და გამოსცადა მათი გულისთქმანი და გააცხადა როგორებიც იყვნენ სინამდვილეში, რადგან არიან ისინი მშიშრები და ხორცის მოყვარენი, რომლებიც უმეტესად ზრუნავენ თავიანთი სხეულისთვის. ამიტომაც როგორც ნიავქარს მათ ისე დევნის. ვერც იმ ძალას, რომელიც აქვთ წმინდანებს, იპოვის იმათში და იმის მიხედვით თუ როგორი გულმოდგინება აქვთ ღვთისადმი და როგორ ასრულებენ მის მცნებებს, შეეწევა მათ და თავის ძალას უჩვენებს ღმერთი. რადგან არ შეუძლია ეშმაკს ადამიანებთან მიახლოება და მათზე რაიმე განსაცდელის მოწევა, თუ მოშვებულნი და მოდუნებულნი არ იქნებიან ისინი. ან ღმერთი დაუშვებს მათზე ბრძოლას, ან თვითონ ჩაიგდებენ თავს ბილწ გულისთქმებში, ამპარტავნებითა და სიამაყით და ორგული გულისთქმებით. ამის გამო ითხოვს ეშმაკი გამოცდას. ხოლო ახლად შედგომილების, გამოუცდელებისა და გულწრფელების გამოცდას არ ითხოვს ღვთისგან, როგორც ამას ახდენს წმინდანებსა და დიდ მოღვაწეებზე, რადგან იცის, რომ ახლად მოსულებზე ღმერთი ეშმაკს არ უშვებს, რათა არ ჩავარდნენ მის ხელში. რამე თუ იცის, რომ ეშმაკის განსაცდელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
და თუ ისინიც არ დაიცავენ თავს, ადრე თქმული აღსრულდება მათზე და განეშორება მათ ძალა ღვთის შეწევნისა. როცა ეშმაკი იხილავს მხნე და ძლიერ მოღვაწეთ, რომელთაც სიკვდილი არაფრად მიაჩნიათ და დიდი მოშურნეობით შედგომიან ღვაწლს და თავი დიდი განსაცდელებისა და სიკვდილისთვის გადაუდიათ, რომელთაც ეს ქვეყანა, ცხოვრება და სხეული მოძულებული აქვთ და ყოველგვარი განსაცდელის დასათმენად არიან მზად, ასეთებს ეშმაკი უცებ არ ეკვეთება, დიდხანს არც კი უჩვენებს თავს, არამედ იმალება და არ ებრძვის, რადგან იცის, რომ ყოველგვარი ბრძოლის დაწყებას დიდი შემართება ახლავს. იცის, რომ ამ დროს მოღვაწეს დიდი მოშურნეობა აქვს, ხოლო მოშურნე მეომარი ადვილად არ იძლევა. ადამიანისა კი არ ეშინია ეშმაკს, არამედ ღვთის ძალისა, რომელიც არის მოღვაწესთან, რადგან ვიდრე ასეთებს უყურებს მათ, ვერ იკადრებს მათთან მიახლოებას. ხოლო როცა დაინახავს იმათ მონდომებას გაგრილებულს, მათ საბრძოლო იარაღს კი დაშვებულს, რაც მათ მომზადებული ჰქონდათ გონებაში თავის დასაცავად, ასევე ნაკლებად ხსენებას იმისა, რაც შეეწეოდა მათ, და როგორც კი მოიშორებენ პირველ გულისთქმებს, სწორედ მაშინ იწყებენ ეშმაკები მათი დამარცხების მიზეზთა ძებნას, უმეტესად ხორცის მოსვენებით. სწორედ ამის შემდეგ იწყებს იგი იმათთან ბრძოლას, რადგან მათ თვითონ შეამზადეს თავიანთი სულისთვის დასაღუპი ორმო გულისთქმებისგან დაუცველობით, რაც მათი მოშვებულობით მოხდა, რის გამოც დაეუფლა მათ მონდომებაში გაგრილება. ამას ეშმაკი ნებით არ აკეთებს, იგი არ ებრძვის მათ არც შიშის გამო და არც სირცხვილისთვის, რადგან ადამიანები მას არაფრად უღირს, არამედ ვფიქრობ, რომ რაღაც ძალა მკვიდრდება იმათთან, რომლებიც ანთებული მოშურნეობით ღვთისკენ ისწრაფვიან, რომლებიც როგორც ჩვილი ბავშვები ტოვებენ ამ ქვეყანას და ესასოებიან უფალს. რადგან არ იციან თუ ვისთან აქვთ ბრძოლა, ამიტომ არიდებს ღმერთი მათ უკეთურებას, რათა არ შეეხოს მათ და ლაგამს სდებს ბოროტებას. როცა ხედავს მცველს, რომ ღვთის შეწევნის მიზეზები თავიდან არ მოვირიდეთ, რაც არის ვედრება, შრომა და თავმდაბლობა, ჩვენი ხელის შემშველებელი და დამხმარე, ღმერთი ჩვენ არ გვერიდება. ჩაიწერე ეს შენს გულში, რომ გემოთ მოყვარება და მოსვენების სიყვარული მიზეზია ღვთის მიტოვებისა. ხოლო თუ კაცი მხნედ მოითმენს, მარხვასა და მოღვაწეობაში ღმერთი არ მიატოვებს მას და არც მტერს მიუშვებს მასთან საბრძოლველად. თუ ზოგჯერ მაინც მიუშვებს ბოროტს მასთან, მიაშველებს მაღლიდან ძალას და დაიფარავს. ამიტომ არ ეშინია ასეთსას მტრის განსაცდელებისა, რადგან მისი გონება მინდობილია უფალს და მტერი მას არაფრად მიაჩნია. რადგან როგორც ის, ვინც ბავშვს ასწავლის წყალში ცურვას, როგორც კი დაინახავს, რომ ბავშვი წყალში იწყებს ჩაძირვას, მაშინვე ხელს აშველებს მას, ზემოთ ამოჰყავს და როცა დაინახავს მას შეშინებულს, იგი ამხნევებს მას და ეუბნება, ნუ გეშინია, მე მიკავი ხარ, მე შენთან ვარ. ასევე ღვთის ძალა ასწავლის კაცს მტერთან ბრძოლას, როგორც დედა ასწავლის შვილს ფეხის ადგმას, თავისი ნებით ერიდება მას, მაგრამ როცა ბავშვი ძირს ეცემა თავისი გამოუცდელობით, მაშინვე მიდის დედა მასთან და ხელში იყვანს მას. ასევე ღვთისმადლი ასწავლის და ეხმარება იმათ, რომლებიც სიწმიდითა და წრფელი გულით განეშორნენ ამ ქვეყანას და თავი მიუძღვნეს მთლიანად თავიანთ დამბადებელს და მთელი გულით შეუდგნენ მის გზას. გეტყვი შენ ძმაო,
რომელიც ქრისტეს გზას შედგომი ხარ. ხშირად გაიხსენე შენი მოღვაწეობის დასაწყისი და პირვანდელი შენი მოშურნეობა, რომელიც გქონდა ამ გზის დაწყებისას და ის მხურვალება გულისა, რამაც შენ სახლიდან გამოგიყვანა და ბრძოლის ასპარეზში შეგიყვანა. ასე გამოსცადე შენი თავი ყოველ დღე, რათა არ გაგრილდეს შენი გულის მხურვალება და არ მოიცილო თავის დასაცავი ერთი იარაღიც კი, რომელიც გქონდა შენი მონაზნობის დაწყებისას, რათა არ დაილიოს ის მოშურნეობა, რომელიც მაშინ შენ სულს ანთებდა. აიმაღლე შენი ხმა მებრძოლთა შორის და გააძლიერე მარჯვნივ მყოფთა შველნი, რაც არის კეთილი გულის თქმები და უჩვენე მოწინააღმდეგეთ შენი სიფრთხილე. თუ თავიდან ნახავ გამომცდელის შენთან მოსვლას, რათა შეგაშინო შენ, ნუ მოეშვები, ასე უნდა მოხდეს ყველაფერი, რადგან გამჩენი ღმერთი ბოროტად არავის მოუშვებს შენთან, თუ ეს მისივე განგებულებით არ არის განსაზღვრული, რაც სასარგებლოა შენთვის. ნუ მოდუნდები, რადგან თუ მცირე ოდენს ვერ დაითმენ, მაშინ როგორღა შეძლებ დიდ მწუხარება და დათმენას, შიმშილსა და უძლურებას და სხვა მსგავსთ. ნუ განუდგები შენი მეუფის ნებას, რადგან იგი შეგძენს შენს დახმარებას მოწინააღმდეგეთა დასაძლევად, რათა შენმა მტერმა არ გიპოვოს ისეთი, როგორიც მას სურს. არამედ ევედრე ღმერთს და მოუკლებლად იტირე მის წინაშე და იგლოვე, ვიდრე არ მოგივლენს შემწეს საშველად, რადგან თუ ერთხელ იხილავ შენს მხსნელს მახლობლად, ვეღარ იძლევი მტრის ბრძოლებისგან. ხოლო როცა ყოველივე ამით ვერ მოერევა ეშმაკი კაცს და ვერც შეებრძოლება იმას კი არა, არამედ მის შემწესა და გამაძლიერებელს ღმერთს, ვის მიერაც იგერიებს კაცი ბოროტის ბრძოლას, მის მიმართ გამოიყენებს სხვა ხერხს, რათა ამით სძლიოს მის სხეულს, ხოლო უძლური სხეულით მოერიოს უსხეულოს, ანუ სულს. როცა მტერი ნახავს, რომ კაც ღვთისგან აქვს ძალა მიცემული, რითაც მისი გარეგანის საცნობლები ხედვისა და სმენისგან არ იძლევა და მისი გულის თქმანი ეშმაკის ბრძოლებისგან ბოროტისაკენ არ მიიდრიკება, მაშინ მზაკვარი იწყებს ძებნას ისეთი საშუალებისა, რითაც იგი კაცს მოაშორებს მის მფარველ და შემწე ანგელოს. ტოვებს დაუცველს და მასში თესავს ამპარტავნულ გულის თქმებს, რათა მან ირწმუნოს, რომ ყოველივეს საკუთარი ძალით აკეთებს და საკუთარი გარჯით შეიძინა სიკეთენი და ბოროტის წინააღმდეგობათაგან საკუთარი ძალით დაიცვა თავი. ბოროტი ზოგჯერ ახსენებს კაცს, რომ ყოველივე თავისით მოხდა და ძლია მტრებს. ზოგჯერ კი ჩააგონებს, რომ თითქოს მტრის სისუსტის გამო მოერია მას. გავჩუმდები და აღარაფერს ვიტყვი სხვა სახის გმობასა და გულის თქმებზეც, რომელთა მხოლოდ გახსენებაზეც კი სულს ეუფლება შიში. ზოგჯერ საღვთო ჩვენებათა სახით აცდუნებს ბოროტი კაცს და ძილში უჩვენებს რაღაც დიდ საქმეებს. ხშირად მღვიძარესაც ეჩვენება, როგორც ნათლის ანგელოზი და ყოველივე ამას აკეთებს, რათა კაცი მიაჩვიოს თავის ნებას და ამ გზით ხელში ჩაიგდოს იგი. ხოლო თუ გულის თქმებისგან არ შეცდება ბრძენი ადამიანი, მუდამ ეხსომება თავისი მხსნელი, ზეცისკენ ექნება მას შინაგანი თვალი მიპყრობილი და არ ისმეს მტრისგან ჩაგონებულს, აი მაშინ ეშმაკი მიმართავს სხვა ღონეს კაცის დაბრკოლებისთვის. სხვა სახე ბოროტის ბრძოლისა, სიძვა. როცა ყოველივე ამით ვერ მოერევა კაცს ბოროტი, შემდეგ მიმართავს ისეთ ბრძოლას, რომელსაც აქვს ბუნებრივი თვისება.
იგი კაცს ებრძვის სიძვით. მრავალჯერ დაბნელდება მოღვაწის გონება სხეულის ხედვით და მისგან იძლევა კიდეც იგი. უმეტესად ეს ხდება მაშინ, როცა საბრძოლველს ხედავს თავისი თვალით, რადგან მზაკვარი ბოროტი გამოცდილებითა და სიმარჯვით ხმარობს ამ ღონეს. მრავალ და ძლიერ მოღვაწეებთან ბრძოლაშია იგი გამოცდილი, რადგან ამით დასცა ისინი. ასევე აკეთებს ამას უკეთურების სიბრძნით, რადგან რის გაკეთებასაც ვერ აღწევს საქმით, ვერ დასცემს იგი მოღვაწეს ამ ცოდვით, მისი სიმტკიცისა და სიმშვიდის გამო, რამე თუ შორსაა იგი ამ საქმის მიზეზთაგან. ამიტომ ეშურება, რომ ოცნებები გააჩინოს მოღვაწის გონებაში და აჩვენოს მას სიცრუე ჭეშმარიტების სახით. აღძრავს მის ხორცს და აწვალებს მას ბილწი გულისთქმებით, რომ გააძლიეროს გულისთქმანი და აიყოლიოს იგი. აჩვენებს ვითომ განეშორა მას შემწედა მფარველი. იწყებს იგი მონაზონისა და მისი საფასის დაცემას. ხელაპყრობილ ვედრებას არღვევს მდაბალი გულისთქმებით და როგორც კი გაჩნდება მასში გულისთქმა, მაშინვე სიმაღლიდან ჩამოიყვანს ძირს და ბილწი საქმის კეთებას წარმოიდგენს გონებაში, დედათა ხილვის ოცნებებით რომ არის შეპყრობილი. ხშირად რომელთაც უხდებათ ერთთან შეხება, რაგინდ დიდ მანძილზეც უნდა იყვნენ, თუნდაც ერთი დღის სავალზე, ყოველნაირად ცდილობენ, რათა მოიმიზეზონ დედებთან შეხვედრები, ხოლო რომლებიც ერთს არიან დაშორებულნი და არ შეუძლიათ ეს, იმათ ოცნებით უჩვენებს ქალის მშვენიერებას, ზოგჯერ სამოსელის სილამაზეს, ზოგჯერ კი ქალის სიშიშვლესაც კი და ამით სძლევს. რადგან ასეთი ოცნებების შემდეგ ზოგს მართლა ამ საქმით დასცემს, ხოლო უფრო ძლიერთ ოცნებებში ხვევს და გულისთქმების მიშვებულობის გამო მიჰყავს სასოწარკვეთამდე და აბრუნებს ერში. ზეციურ იმედს იმათ სრულიად აკარგვინებს. ხოლო ძლიერებსა და ღვთის მადლით განათლებულებს, რომლებიც მოერივნენ ამ ოცნებებს, ხორციელი მოთხოვნანი დათრგუნეს და ღვთის სიყვარულში კეთილად გამოიცადნენ, სიმდიდრითა და პატიოსანი საქმეებით აოცნებებს. ყოველივე ამას კიდეც აჩვენებს მათ, რათა ამ ოცნებათაგან რომელიმეთი შეძლოს მათი დაბრკოლება და მართალი გზიდან გადაყვანა. საფრთხე შეამთხვიოს მათ და მაცდურ ბადეში მოაქციოს ისინი. ღმერთმა გვაშოროს ეს, უფალო ნუ შემიყვან ამგვარ განსაცდელში, რომელმაც იცი ჩვენი უძლურება, რამე თუ იქიდან ძლიერნი და მხნენიც კი ძნელად გამოდიან გამარჯვებულნი. ყოველივე ამას უშვებს ღმერთი წმინდანებზე, რათა გამოაჩინოს მათი სიყვარული ღვთისადმი, ის რომ მართლა ღვთისათვის ერიდებიან ამგვარ საქმეებს და ნამდვილად უყვართ ღმერთი და იმყოფებიან მის სიყვარულში. რომელთაც სინამდვილეში უყვართ ღმერთი, იმათ კიდეც რომ შეემთხვათ მსგავსი ბრძოლები, ღვთის სიყვარულისთვის კეთილად ირჯებიან, რათა მოირიდონ ისინი. ამიტომაც იმათგან არც იძლევიან და არც ღვთის სიყვარულს ცვლიან ქვეყნიურ საქმეებში. ასე გამოიცდებიან არა იმიტომ, რომ მარტო ღმერთს ეჩვენონ, არამედ ეშმაკსაც. ძალიან სურს ეშმაკს ყოველი ადამიანის გამოცდა. ამისი ძალა რომ ქონოდა და გამოითხოვდა კიდეც ამას, როგორც გამოითხოვა იობის გამოცდა. როგორც კი დაისადგურებს ადამიანში მცირეოდენი მშვიდობა, უცებ ეწვევა მას ეშმაკი და იწყებს იმის გამოცდას, მათი უნარის და მიხედვით. მაშინვე გულისთქმისამებრ ჩნდება მასთან უკეთური, ვისგანაც გამოიცდებიან ქრისტეს ჭეშმარიტი მოყვარენი. თუ ყველაფერს შეიზარებენ
და არაფრად მიიჩნევენ იმათგან ბრძოლებს. ყოველივე ქვეყნიურს მოიძულებენ და ღვთის სიყვარულის გამო მუდამ თავს დაიმდაბლებენ და დიდებას მიუძღვნიან მათი გამარჯვებისა და დახმარების მიზეზს და თავიანთ თავს იმას შეავედრებენ ბრძოლებისას და ეტყვიან უფალს: შენა ხარ უფალო ძლიერი და შენია გამარჯვება, ებრძოლე და დაამარცხე ჩვენი მტერი. ისინი მაშინ გამოიცდებიან ისე, როგორც ოქრო იწვრთობა ბრძმეთში. ხოლო ვინც სუსტია და მიშვებული, ამ განსაცდელებისგან ისე ეცემიან, როგორც თივა. ადგილს უთმობენ მტერს და თავიანთი გონების დაუცველობის გამო ტოვებენ ბრძოლას დამარცხებულნი, რადგან ღირსნი ვერ გახდნენ იმ ძალის მიღებისა, რომელიც ჰქონდა ყველა წმინდანს მიცემული. რამე თუ ვინც შეიძენს იმ ძალას, იგი აღარ იძლევა მტრისგან, რადგან უფალი ყოლა ძლიერია და უძლიერესი და ყოველთვის მოერევა მტერს მოკვდავი ადამიანით, როცა კი მას ბრძოლაში შეეწევა იგი. მაგრამ თუ მაინც იძლივნენ მოღვაწენი, ცხადია ეს მოხდა იმიტომ, რომ მათთან არ იყო ძალა ღვთიური. ესენი არიან, რომლებიც მისგან ითავისუფლებენ თავს, უარყოფენ მას საკუთარი ნებით. ისინი ვერ გახდნენ ღირსი იმ ძალისა, რომელიც შეეწევა მრთელთ, არამედ იმ ძალისგანაც, რომელიც მათ ჰქონდათ ფიცხელი ბრძოლებისას, ნახავენ თავიანთ თავს გამოცლილებს. ამას ამჩნევენ შემდეგნაირად: დაცემა ტკბილი შეიქნება მათთვის, რადგან უმძიმთ მტრებთან შესაბრძოლებლად გააძლიერონ ღვაწლი, რომელსაც პირველად ახერხებდნენ საღვთო შურითა და მონდომებით, რაც მაშინ იყო მათში, რასაც ეხლა ვეღარ პოულობენ თავიანთ სულში. ხოლო რომლებიც თავიდანვე იყვნენ მოშვებულნი და ზარმაცნი, იმათ არა მარტო ეს ბრძოლები, არამედ ხის შრიალიც კი აშინებთ და აკრთობთ, მცირეოდენი შიმშილისგანაც შეშფოთდებიან, პატარა სატკივრისგან იძლევიან და უარყოფენ თავიანთ აღთქმას და ადვილად შეუძლიათ შეაქციონ მას ზურგი. ხოლო ნამდვილად გამოცდილები ბალახითა და მხალითაც კი არ გაძღებიან და არ ინუგეშებენ თავს ხმელი ფესვებითაც კი. თუ რამეს დადგენილ დროზე ადრე ღებულობენ, ამას მხოლოდ სხეულის უძლურებისას აკეთებენ, მაშინაც სიმაგრეზე წვებიან და თვალებს ივსებენ მომეტებული ტირილით. თუ დიდი გაჭირვების გამო ახლოს არიან სიკვდილთან, მაშინაც არ აძლევენ შვებას თავს და არერიდებიან გასაჭირის დათმენას, რადგან მათი გონება არის მრთელი და ძლიერი და სურთ, რომ ღვთის სიყვარულს შესწირონ თავი. სათნოებებისთვის ირჩევენ მძიმე შრომას, ვიდრე ქვეყნიურ მოსვენებას. და როცა მათ განსაცდელები ეწევათ, სისრულეს აღწევენ იმათით. თუ მათ დიდი გასაჭირი შეემთხვათ, მაშინაც არ შეურგულდებიან ღვთის სიყვარულში, არამედ ვიდრე გავიდოდნენ ამ ცხოვრებიდან, იქამდე სურთ დაითმინონ ჭირნი და ბრძოლანი და არ მარცხდებიან სულიწმინდის მადლითა და იესო ქრისტეს შეწევნით, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.